რაც შეეხება სოფელ კვალიჩში მომხდარ ინციდენტის შედეგს ტელეკომპანია რეალტივიმ არსებული მასალისა და თვითმხილველთა მონათხრობის საფუძველზე სამართალდამცველ უწყებებს რეაგირებისთვის უკვე მიმართა. თუმცა პოლიციაში განცხადება ქართული ოცნების აქტივისტებმა შეიტანეს და ისინი რეალტივის ჟურნალისტების წინააღმდეგ დაზარალებულების სტატუსით ჩივიან. ფაქტის გამოწუხალ გვიან ღამემდე რეალტივის თანამშრომლები ზესტაფონის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ჩვენ მოვედით მე შემდეგ პოლიციაში უკვე განვაცხადეთ მომხდარი ფაქტის შესახებ და ჩამოგვართვეს გამოძიებულმა ჩვენებები და მე გავარკვიე რომ ჩემს წინააღმდეგ იმ ადამიანს აქვს შეტანილი და საერთოდ რეალტივის სახელს წინააღმდეგ აქვს შეტანილი საჩივარი რომ მე მივაყენე მას ფიზიკური შეურაცხყოფა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ძალიან აგრესიულები იყვნენ ადამიანები ჩვენს მიმართ და გვაიძულებდნენ ტერიტორია დაგვეტოვებინა, როდესაც ეკა ინფო9 ჟურნალისტი ჩემთან არკვევდა ეგრეთ წოდებულ რაღაც სიტუაციას, ხო ამ დროს ჩემ კოლეგა თონიკე კოშკაძესე უკვე განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. საქართველოს კანონის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. მუხლი მესამე. პუნქტი მეორე. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ყველას ადმინისტრაციული ორგანოს გარდა აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის